ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში მორიგის შეხვედრა იმართება. დისკუსია უკვე საათზე მეტია მიმდინარეობს. განიხილავენ უკანონო ბორდერიზაციის და უკანონო დაკავებების შემთხვევებს. დეტალებით ნინო ფისაძე შემოგვიერთდება. დიახ, ერგნეთში შეხვედრა რამდენიმე წუთია რაც დაიწყო და მთავარი განსახილველი საკითხი ბუნებრივია იქნება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტები. ამ დროისთვის, როგორც უსანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 10 მოქალაქე იმყოფება. რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს, წინა შეხვედრიდან დღემდე ერთი თვის განმავლობაში 11 შემთხვევა დაფიქსირდა უკანონო სამუშაოების ოკუპაციო ხასთან. ძირითადად ეს იყო ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლები. სადაც რუსმა სამხედროებმა აღმართეს ძელები, ასევე განაახლეს მავთულხლართები, ასევე მოხდა ეგრეთ წოდებული ხანძარ-საწინააღმდეგო ხნულების გავლება. დამატებითი ინფორმაცია ყველა მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით უფრო მეტი გვეცოდინება შეხვედრის დასრულების შემდეგ, როგორც გითხარით, შეხვედრა რამდენიმე წუთია დაიწყო. კვლავ პრობლემურია უკანონო პატიმრების საკითხი და უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის საკითხი, რაზეც გაკეთდება მთავარი აქცენტები დღევანდელ შეხვედრაზე. დღეს მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება 10 პირი. ველოდებით განახლებულ ინფორმაციას მათი უახლოესი და მოთხოვნილი იქნება რასაკვირველია მათი პირობო გათავისუფლება და საკუთარ ოჯახებში, რათა ისინი დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში. გარდა ამისა, ვისაუბრებთ უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის შემთხვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე. აღნიშნული უკანონო პროცესი განხორციელდა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. დაფიქსირდა 11 შემთხვევა. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება ჰუმანიტარული საკითხები, საირიგაციო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით რწყვის სეზონთან დაკავშირებით, რადგან სოფლების ნაწილს ოკუპირებული ცხინვალიდან მიეწოდება სარწყავი წყალი და სწორედ აი ამ სირთულეებზე იქნება დღევანდელ შეხვედრაზეც საუბარი. მადლობა ნინო ფისაძე იყო მომბის ეთერში.